საღამო მშვიდობისა. მეცხრე არხი წარმოგიდგენთ გადაცემას გრიფის გარეშე. ჩვენ 1 საათის განმავლობაში გიამბობთ იმ თემების შესახებ, რომლებიც გასულ კვირას საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ასევე გიჩვენებთ ექსკლუზიურ კადრებს და ისტორიებს, რომლებზეც ჯერ არაფერი ხსმენიათ. დღეს გადაცემაში ნახავთ. რისთვის ემზადებოდნენ არჩევნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური. მშვიდობიანი აქციები რო ტარდებოდა ქართული ოცნების, პარალელურად აქ ტარდებოდა ეს ხსნები. დაარღვია თუ არა კანონი თბილისის მერიის სამსახურმა. ჩვენი მანქანები მივლინებული იქნა უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის. მიტინგების დასარბევად გამართულ წვრთნებში იძულებით მონაწილეობის გარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს სხვა ბრალდებებსაც უყენებენ. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები თემურ გიორგაძის წინააღმდეგ. გამოძახება რო იყო თბილისის ზღვის სპეცსავალება, იძახდნენ ეგვიპტეში მივდივართ. თვითონ მონურად მუშაობდნენ. ეს არის ეს ტერიტორია, რომელიც 2006 წელს ციხესიმაგრეში ბიუჯეტი იქიდან გამომიდობლებით გავასაჩუქრა. საბას მფლობელის სკანდალური ისტორია და მრავალმილიონიანი საჩუქარი ციხიდან. რატომ აჩუქა 5 ჰექტარი ბიზნესმენმა სახელმწიფოს? უშუალოდ ჩვენთან ვინც იყო დაინტერესებული, ის იყო კეზერაშვილი. ახალი ბრალდება დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. ბიზნესმენი გამომძიებელ კონსტანტინე ყიფიანსაც ადანაშაულებს. ულტიმატუმს ჩვენ წინაშე აყენებს და გამომძიებელი კოტე ყიფიანი. 5 მილიონი დოლარი იყო გამოძიების თავდაპირველი წინადადება. 5 მილიონი ისე ხოდრო წაშიტა. ქველმოქმედება იძულებით. ადეიშვილის პროკურატურის ჩატარებული SMS აუქციონები და ბიზნესმენი, რომელსაც 9000 ლარად შეფასებული ქონება, 700000 ლარად აღიდინეს. იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ მე ამას ვინმესთან გავაპროტესტებდი. დანაშაულებრივი სქემა და რამდენიმე სახელმწიფო უწყების შეთანხმებული მოქმედება ერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ. ეს ერთ-ერთი გამოკვეთილი ფაქტია იმისა, თუ რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. ვინაგებს დანაშაულზე პასუხს, რომლის შემოქმედი მაღალჩინოსნები იგივე თანამდებობებს ერჩებიან. თემა არის საიდუმლო, ამის გახმოვანებაზე ჩვენ მოწმეებს ვაფრთხილებთ. პრივატიზაცია ნაციონალურად. უფასო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს. რატომ დაუპირისპირდნენ გამომცემლები განათლების მინისტრს? არ თმევ ამ ქონებას სხვას და აკეთებ იმიტაციას იმისას, რომ აჩუქე შენ თვითონ, აი ამაშია მთელი ტრაგედია. ეს არის ნორმალური პროცესი, როდესაც შენ უფრთხილდები ბიუჯეტს, რომელიც შენ მოგანდო ხალხს. დასრულდა თუ არა წიგნების ბეჭდის მონოპოლია. სად დაიბეჭდება სასკოლო სახელმძღვანელოები? ეს არის კიდევ ერთხელ უპრეცედენტო შეკვეთა საქართველოს სასტამბო ბიზნესისთვის, ისინი შექმნიან ახალ სამუშაოებს. მარგველაშვილი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. გამომცემლები სასამართლოში მიდიან. რისთვის ემზადებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე. ჩვენ მოგვაწოდეს ექსკლუზიური ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამივე უწყება მიტინგის დაშლის ერთობლივ წვრთნას გადის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის სამიზნე მომიტინგეთა როლში მყოფი წვევამდელები არიან. სწავლებას ვაზიანში სავარაუდოდ ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა. რა უნდოდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ სწავლებაზე მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის მეხანძრეებს, როდესაც მათ კანონი ამის უფლებას არ აძლევს. დეტალებით ჩვენი ექსკლუზიური რეპორტაჟი. ამ ბრძანების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფებმა მომიტინგეების როლში მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს შეძახილებით შეუტიეს. წყლის ჭავლი და სპეცაღჭურვილობა კარგად ჩანს ჩვენს მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალაში. კადრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. სწავლებაზე იძულებით გაყვანილმა მეხანძრეებმა გადაიღეს. 28 წლის გიორგი გიორგაძე თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი იყო. მას არაერთი ეკიპაჟი უნახავს, რომელთაც ამგვარ სწავლებებში მონაწილეობას აიძულებდნენ. მშვიდობიანი აქციები რო ტარდებოდა ქართული ოცნების, მაგ დროს
მაგ დროს მაგის პარალელურად აქ ტარდებოდა ეს წვრთნები. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ხდებოდა ის ტარდებოდა ვარჯიშები სპეცნაზის, რომელშიც ავარჯიშებდნენ აგრეთვე მეხანძრეებს, თუ როგორ უნდა გადაესხა წყალი სპეცრაზმის მანქანისთვის. მე მთელ რაიონებს, რიგით რაიონებს ვეხმარები ძალიან მაგრა. თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე მისი თანამშრომლების ამ ტიპის სწავლებებში პირდაპირ მონაწილეობას გამორიცხავს. ვარჯიშები და ასეთი ისა ყოველთვის კონსულტაციის სახით ჩვენ ყოველთვის ჩართულები ვიყავით და ჩვენი მანქანები მივლინებული იქნა უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის. ჩვენ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს სხვა მიზნით ჩავერთოთ, არანაირი კანონი ვერც დაგვავალდებულებს და არ არსებობს ესეთი რაღაცა. თემურ გიორგაძის მტკიცების მიუხედავად კადრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ამ ჩანაწერის ნახვისა და მეხანძრეების მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ მიტინგების დარბევებში სახანძრო მანქანების როლიც გასაგები ხდება. მით უმეტეს რომ მსგავსი კადრები ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სპეცმანქანები და სახანძრო მანქანები ანალოგიურად გადაადგილდებოდნენ. სპეცრაზმის წევრები მანქანების გარშემო არიან განლაგებული. წყლის ჭავლის მანქანა წინ მიდის. უკან კი წყლის შესავსებად სახანძრო მანქანა მიჰყვება. აი ეს არის ჩვენი გაკეთებული მაგიდა. 52 წლის ელგუჯა პეტრიაშვილი სამსახურიდან 2012 წლის აპრილში დაითხოვეს. 5 სულიანი ოჯახი 2 ლოგინად ჩავარდნილი მოხუცით შემოსავლის გარეშე დარჩა. გათავისუფლების საბაბი სამსახურში ალკოჰოლის მოხმარება გახდა. თუმცა ელგუჯა პეტრიაშვილი მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზად სულ სხვა რამეს, კერძოდ კი მისი უფროსის, თემურ გიორგაძის მეუღლის ნათესავის საფლავზე აღდგომის დღესასწაულის წინ ამ მაგიდის დამონტაჟების გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას ასახელებს. დახვდა ეს თემურ გიორგაძის მოადგილე ჭუმბაძე, იმედა კოხიანიძე განყოფილების უფროსია, მაგის დიშვილის მეუღლეა. ეს მაგიდაო დაუდეთ მანქანაზეო. ქვიშა იყო ცემენტის შებელი რაღაც. და მოხვალთ ავჭალის სასაფლაოზეო, მითხეს სადაც უნდა მივსულიყავი და ამდენქიდან ძღოლს უთხარი რომ მე მოაყენე მეთქი მანქანა, რომ მეთქი ცოდვები არიან ახლა ამ ქვიშაზე ცემენტს ხო არ ათრევენ მეთქი იქ და მოვაყვანინე ეს მანქანა. ეს მანქანა რომ მოვაყვანინე ამაზე ფლად გაგიზდა ეს. მე ხო გითხარიო რომ მანქანა არ მოვაყვანინო და კიდე ერთი სიტყვით ვიკამათეთ რა. თემურ გიორგაძის ნათესავების საფლავები ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მეხანძრე მაშველებს მუშაობა უწევდათ. მათი თქმით გიორგაძეების უკანა ეზოში მდგარი ეს ფლიგელიც მათი აშენებულია. მეხანძრეები ამბობენ, რომ ახმეტელის მეტროსთან მდებარე ამ საოფისე ფართის მშენებლობაშიც იღებდნენ მონაწილეობას. ელგუჯა პეტრიაშვილი გვიყვება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს ისინი თემურ გიორგაძის სახლში, თბილისში, ახატანსა და აი აქ ამ ობიექტზე მუშაობაში ატარებდნენ. გამოძახება რომ იყო თბილისის ზღვას სპეცდავალება, იძახდნენ ეგვიპტეში მივდივართ. ეგვიპტე რომ ვითომ მონურად მუშაობდნენ იქ რა, მაგიტო დაარქვეს, ვითომ მონები ვართ. თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ გიორგაძისა და მისი მოადგილეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ლაშა ქობალია. 36 წლის ლაშა ქობალია სახანძრო სამსახურში 1996 წლიდან მუშაობდა. 2010 წელს სამსახურიდან ისიც ალკოჰოლის მოხმარების საბაბით გაათავისუფლეს. მისი თქმით კი მასზე დარიცხული პრემიის დიდი ნაწილის უფროსებისათვის მიტანაზე უარის გამო დაითხოვეს. პრემიის დაბრუნებას მას თემურ გიორგაძის ერთ-ერთი მოადგილე გია ჩხიკვაძე სთხოვდა. 520 ლარიდან 100 ლარს გვიტოვებდნენ ჩვენ. და ვისთან მიქონდათ ეგ ფული? ერთხელ მიიტანეთ ხო უკან? თვითონ ჩხიკვაძეს ხელში ვაბარებდით, იმიტომ მithვიღებდით პლასტიკური ბარათი თუ ბანკომატიდან რო ვიღებდით თანხას. მიქონდა და ჩვეულებრივ ხელში ვაბარებდი რა თანხას. გია ჩხიკვაძე, რომელიც ნაძალადევის ნაწილის უფროსია თემურ გიორგაძის სიძეა, დისქმარი. მისი შვილი ლევან ჩხიკვაძე აღნიშნული სააგენტოს ვაკე საბურთალოს განყოფილების უფროსია. თემურ გიორგაძის მეუღლე მარიკა აბაზაძე კიდევ ერთი საორგანიზაციო განყოფილების უფროსია. ასევე ნათესავია სამაშველო განყოფილების უფროსი იმედა კუხიანიძეც. თემურ გიორგაძე სააგენტოს გლდანი ნაძალადევის განყოფილების უფროსის ლევან ედიშერაშვილის ბავშვის ნათლიაცაა.
სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ყველა მისი ნათესავი დამსახურებული თანამშრომელია და მისი კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობა უკავია. გია ჩხიკვაძე, ჩემი სიძე, რომელიც არის ჩემთან ერთად 99 წელს მეხანძრე მაშველი არ იყო, მაშინ იყოს სახანძრო სამსახური. მეხანძრე ჩემთან ერთად აქვს დაწყებული. დღეს ჩემზე მეც იმსახურებს შეიძლება ეს ადამიანი ცილის წამებაზე არავინ არ გაჩერდება, იმიტომ მარტო გია ჩხიკვაძეზე არ არის აქ ლაპარაკი, ზოგადად არის პრემიერებზე ლაპარაკი და ვიცით კარგად რა. რომელიმე ფაქტი თუ არ დადასტურდება და მე ვიცი რომ ვერ დადასტურდება და არ არსებობს ეს აუცილებლად ძალიან ცუდად აგებენ ამაზე პასუხისგებლობას. სხვაგვარად ფიქრობს სააგენტოს ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების ნაწილი. ისინი თემურ გიორგაძის ნათესავების მაღალ თანამდებობებზე ყოფნას ნეპოტიზმის კლასიკურ მაგალითად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ ნათესაობასთან ერთად ამ ადამიანებს პოლიტიკური გემოვნებაც აერთიანებთ. ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. მეხანძრების თქმით, სწორედ ამის გამო იმყოფებოდნენ თემურ გიორგაძე და მასთან დაახლოებული პირები 23 თებერვალს გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციაზე. სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ისინი ამოიცნო. ეს ძალიან დიდი ცილისამებაა, მეც თვითონ არ ვყოფილვარ. მე პირველი მე ხომ უნდა ყოფილიყავი სიტყვაზე. აგერ არის ლევან ედიშერაშვილი, ეგრეთ წოდებული ფაჩუჩა, და გიორგაძე თემური აგერ. უკან კიდე დგანან ახლა თანამშრომლები. გიორგი გიორგაძე სხვა რესპონდენტების მსგავსად სამსახურიდან ალკოჰოლური სასმელის მოხმარების საბაბით გაათავისუფლეს. ის კი აცხადებს, რომ მიტინგის დაშლის სწავლებებში მონაწილეობა გააპროტესტა და სამსახურში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, რაც მისი აზრით გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა. მოვიდა ჩემთან 10 მეთაური და მაშინ 10 მეთაური იყო რა. ისო დახიეო ეს წერილიო. და ისო არ იმასქნო, არ გააგზავნო მაშინ ნაციონალები იყვნენ იმაში სათავეში და ისო ამითიო თემურ გიორგაძესო პრობლემები შეიძლება შეექმნასო. მე ალბათ აიტანა ეს ამბავი თემურ გიორგაძესთან და იმის მერე დაიწყო ჩემ სამსახურში ჩემზე სხვა თვალით მიყურებდნენ უკვე უფროსები ამას გძნობდი და ადამიანის უფლებათა დამცველ ლია მუხაშავრიას ძალოვნების სწავლება მრავალ კითხვას უჩენს და თვლის, რომ ამ კადრებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. საკვლევია როგორც სწავლების მიზანი, ისე ამ სწავლებაზე გაწეული ხარჯიც. პროკურატურამ უნდა გამოიკვლიოს ეს საკითხი და დაადგინოს რა სახელმწიფო სახსრები გადაიხარჯა ამისათვის, იყო თუ არა კანონიერი და ემსახურებოდა თუ არა კანონიერ მიზანს ასეთი წვრთნის ჩატარება და ცხადია იყო თუ არა საჭირო ასეთი ღონისძიების და ასეთი რესურსების გამოყენება. თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო 2008 წლიდან 2013 წლამდე ყოველწლიურად პრემიების სახით მილიონიდან 1,5 მილიონ ლარამდე თანხას იღებდა. საერთო ჯამში 5 წლის განმავლობაში სააგენტომ 7,322,610 ლარი მხოლოდ პრემია გასცა. ამ თანხიდან რეალურად რამდენი მიიღეს თანამშრომლებმა ჯერჯერობით უცნობი რჩება. ახალი ბრალდება დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენი პაატა კაჭარავა უპირისპირდება და პირველად ჩვენთან ყვება ისტორიას, როგორ აჩუქებინა სახელმწიფოსთვის 5 ჰექტარი მიწა კეზერაშვილის ფინანსურმა პოლიციამ. პაატა კაჭარავამ პროკურატურას უკვე მიმართა. დაუმძიმდება თუ არა ბრალი ახალი საჩივრით ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროს და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. კეზერაშვილმა საქართველოს ბრალის წაყენებამდე, ანუ 30 იანვრამდე დატოვა. დეტალებით თამარ კენკიშვილი. ეს არის ეს ტერიტორია, რომელიც 2006 წელს ციხეში როცა ვიჯექი, იქიდან მიდობილებით გავასაჩუქრე. დაახლოებით 29500 კვადრატული შენობა ნაგებობები, მიწის ფართობი მათ შორის 29500 კვადრატი არის. აქ იყო გამართული წარმოება, დღეს ის გაბიდულია. ბიზნესმენი პაატა კაჭარავა საკუთარი ოთახის ფანჯრიდან იმ ტერიტორიებს გვიჩვენებს, სადაც რამდენიმე წლის წინ მისი საწარმო ფუნქციონირებდა. დღეს ეს ტერიტორია უკვე სხვა კომპანიის საკუთრება. ბიზნესმენი კი ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას იწყებს. პაატა კაჭარავას პრობლემები ხელისუფლებასთან 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც ბიზნესმენის საწარმოთი ფინანსური პოლიცია დაინტერესდა. ელექტროპლასტში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ინსპექტორებმა
ჭიღლაძემ და წიტაიშვილმა რევიზია ჩაატარეს. ინსპექტორებმა 2006 წლის 27 ივნისს 2004-2006 წლების დოკუმენტები შეამოწმეს და მალევე აქტი გამოსცეს, რის საფუძველზეც პაატა კაჭარავას ელექტროპლასტი გადასახადების დამალვისთვის დააჯარიმეს. ფინანსური პოლიცია აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს და მათმა რომ ვერაფერი დაადგინეს, მე მიმართეს სხვა მეთოდებს, შეადგინეს ყალბი, ასე ვთქვათ, ოქმი, ყალბი გაყალბებული ოქმი, სადაც მე თითქოს და 7 მილიონი ლარის ზარალი მივაყენე სახელმწიფოს და ამის საფუძველზე იქ იყო ექსპერტის დასკვნები გაყალბებული და ამის საფუძველზე მე დამაკავეს. ყველაფერი დამიყადაღეს აქციები წილის შეპესეში, ოროთახიანი ბინა, რომელიც მეუღლის სახელზე იყო და ყავდა 4 წლისა და 7 წლის მცირეწლოვანი შვილები და ისინი ქუჩაში რჩებოდნენ. ამით დაინტერესებული იყო მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსი კეზერაშვილი და ძირითადად ის ხელმძღვანელობდა ამ საგამოძიებო მოქმედებებს და მას ინტერესებს შედიოდა. ბიზნესმენი შემოწმებიდან ზუსტად ერთ დღეში 28 ივნისს დააპატიმრეს. იზოლატორში პაატა კაჭარავას თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა მოსთხოვეს. პაატა კაჭარავა დაკავებული იყო ფინანსური პოლიციის მიერ. შესაბამისად საგამოძიებო ორგანოების სახელით ულტიმატუმს ჩვენ წინაშე აყენებდა გამომძიებელი კოტე ყიფიანი, რომელმაც გვითხრა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ საჭირო იყო ჯერ თანხა, ან თუ თანხა არ იყო, ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონებითაც შეიძლებოდა გამოისყიდა, ასე ვთქვათ, თავისუფლება კაჭარავას. 5 მილიონი დოლარი იყო გამოძიების თავდაპირველი წინადადება და რო დარწმუნდნენ, რომ ასეთი თანხა კაჭარავას არ შეიძლებოდა ჰქონოდა, მაშინ მათ შეგვთავაზეს, კი ბატონო, არ არის ფული, არ არის პრობლემა, გადაიხადოს უძრავი ქონებით, აჩუქოს ეს ქონება სახელმწიფოს. ბიზნესმენი გამომძიებლის შეთავაზებას დათანხმდა. ეს პატიმარ კაჭარავას მიერ მეხუთე საპყრობილეში დაწერილი მინდობილობაა, რომლის ჩვენებასაც ბიზნესმენი დღეს პირველად დათანხმდა. მე პაატა კაჭარავა ნომერ მეხუთე საპყრობილის პატიმარი ვანიჭებ უფლებამოსილებას ჩემს ადვოკატს გიგა კვერენჩხილაძეს. მიიღოს გადაწყვეტილება შპს ელექტროპლასტში ჩემი 90%-იანი წილის ფარგლებში. საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარე ერისთავის ნომერ 8-ში და მასზე არსებული შენობა ნაგებობების. აგრეთვე თბილისში ერისთავის ნომერ 5-ში მდებარე 85159 კვადრატული მეტრი მიწიდან ნებისმიერი 29500 კვადრატული მეტრი მიწისა და მასზე არსებული შენობა ნაგებობების გასხვისებაზე. კვერენჩხილაძე უფლებამოსილია ჩემი სახელით 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აჩუქოს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2004 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ხალხის ფართოფენებში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ საქართველოში ქონების შოვნა შეიძლება მხოლოდ არაკეთილსინდისიერი გზით და მაშასადამე ვისაც ქონება აქვს, იგი ყველა არის დამნაშავე. აქედან გამომდინარე, ისინი მოგეხსენებათ აკავებდნენ ბიზნესმენებს და შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ მათგან ითხოვდნენ სახელმწიფოსთვის ან ქონების გადაფორმებას, ან ფულადი თანხების გადახდას. პაატას შემთხვევაშიც ასე იყო ეს ყველაფერი. ფინანსური პოლიციის მაშინდელ გამომძიებელს კოტე ყიფიანს კომენტარისთვის დაუკავშირდით, თუმცა ყიფიანმა ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა და კითხვებზე ტელეფონით გვიპასუხა. კაჭარავას მიერ წაყენებულ ბრალდებას ყოფილი გამომძიებელი ბოდვას უწოდებს. 5 მილიონი შეხვედრა წაშიტანა. რა უბრალოდ მქონდა საპროცესო საფრთხის დაკავშირებით მომენტყოლ საპროცესო შეთანხმებას იმაშობა პროკურატურა ჩვენ ყოველთვის და ეს მუდამეგრე იყო რომ აბსოლუტურად აკრძალული ხონდა მაგაზე თითქმის დაწენა ეგ არის როგორი ბოდოა ხა ისე თქვა რაღაცები მოგდავს რა კაჭარავა სავარაუდოდ ერისთავის ნომერ 8-ში მდებარე საწარმოს ჩუქების აქტი რომ განხორციელებულიყო, ტერიტორიის თანამფლობელის თანხმობა იყო საჭირო. ირა ვაჭარაძე გვიყვება, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს ის მოულოდნელად ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და ჩუქების აქტზე ხელის მოწერა მოსთხოვეს.
წამიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და მითხრეს, რომ ეს ფართი უნდა დამეთმო ჩემივე ნებით და ამისათვის უნდა მომეწერა ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელი. მე განვაცხადე, რომ ეს ფართი დიდი შრომის ფასად მაქვს შეძენილი. მე მიყვარს ეს ფართი და მის დათმობას არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში და თუ რაიმე დარღვევა მაქვს და მათ შეუძლიათ ამისათვის დამაკავონ, შეუძლიათ დამაკავონ. მე არანაირ ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერ. ფინანსურ პოლიციაში რამდენიმე საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ირა ვაჭარაძე ნოტარიუს მერი ბუბაშვილის კაბინეტში წაიყვანეს და ჩუქების აქტზე ხელის მოწერაც სწორედ იქ მოხდა. ირა ვაჭარაძე ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებლები ქონების გადაფორმებას ჩქარობდნენ. რა თქმა უნდა, მუქარებიც იყო. ავიცი, აი კედელზე თავზე მუქარაც იყო, ლანცხვაც იყო, გიემბაც იყო, ყველაფერი იყო აბსოლუტურად. შენ ახლა ამას ხელს მოაწერ, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა. საბოლოო ჯამში მოვაწერე, იძულებული გავხდი ამ გადაწყვეტილებას ხელი, იმიტომ რომ იმდენად დავიღალე, იმდენად სულ ერთი იყო ყველაფერი უკვე, რომ აი არ ვიცი, ალბათ ეს რომ ენით არც გადმოიცემა, ალბათ იქ უნდა მოხვდე ეს თვითონ უნდა ნახო, განიცადო და მე მიხვდები, რომ ყველაფერზე მოვაწერ ხელს, ოღონდ აი, იმიტომ კი არა, რომ ცოცხალი გადარჩე. იმიტომ რომ ყველაფერი მაზრი დაკარგა, ჩვენმა არსებამაც კი. მას შემდეგ, რაც 2006 წლის 10 აგვისტოს ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან პაატა კაჭარავას მიერ სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების ჩუქების აქტი ოფიციალურად გაფორმდა, 2006 წლის 22 აგვისტოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიღლაძემ და წიტაიშვილმა ახალი აქტი გამოსცეს, რის საფუძველზეც ელექტროპლასტისთვის დარიცხული რამდენიმე მილიონიანი ჯარიმის ჩამოწერა მოხდა. ორ კვირაში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სპეციალური ბრძანებით ელექტროპლასტ დავალიანება ოფიციალურად გაუნულა. როცა უთხარი კოდეყიფიანს გამომძიებელს, რომ სამეხუთე სამყაროებში რომ მე უდანაშაულობა და ასევე იპოთეკაშია ჩადებული ეს ქონება და როგორ მოახდენთ ამ ქონების ასე ვთქვათ ჩამორთმევას და თუ დამნაშავე ვარ კომპენსაციით წაიგეთ მეთქი არა ნუ დამნაშავე ფინანსისწორად არ ვიცოდი არ ვიყავი და ამიტომ მოითხოვეს ქონების ჩუქება და როცა ვაჩუქე ქონება ამის შემდეგ ეს აქტი იგივე კომისია რომელიც მე შეადგინე ეს ოქმი ასე ვთქვათ 7 მილიონი იმათმა თვითონვე გაანულეს რომ ეს ეგ სწორი ყოფილა ჩემი ის რა ქვია და არაფერი ზიანი არ მივიყენებია სახელმწიფოსთვის და ასევე საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანება, სადაც იქაც კიდევ არაფერი დავალიანება რო არ გამოჩნდა. ამის შემდგომ ჩემი ბრალეულობა 5000 გირაუთი განისაზღვრა და გამომიშვეს საპატიმროდან და დღეს ეს ქონება წართმეული არის და ასეთ ბრალეულობაში ჩემში ეს ქონება სანაცვლო ქონება და ისთვის წაიღეს და რატომ ესე გაუგებრობაში ვარ. საკუთარი უძრავი ქონების იძულებით სახელმწიფოსთვის ჩუქების ფაქტის შეფასება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გოკა გაბაშვილს ვთხოვეთ. გაბაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი ფაქტების შესახებ მხოლოდ ჟურნალისტებისგან სმენია. ნებისმიერ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებსა სასამართლო არსებობს ყოველთვის შეიძლება. ან თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტების შესახებ. სმენით ყველაფერი მსმენია პრესაში იბეჭდებოდა ტელევიზორში მინახავს 1000 მსმენია მართალია თუ არა ასე იყო თუ არა გამოძიებოდა სასამართლო კომიტეტის. იურისტი კახა კახიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებულია კერძო საკუთრების უფლების დარღვევის საქმეები გამოიწიოს. თუმცა კახიშვილი თვლის, რომ ადამიანებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა უნდა ანაზღაურონ და არა სახელმწიფომ, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტს ძიმე ტვირთად დააწვეს. პროკურატურამ მთლიანად უნდა გაშიფროს ის სქემა, თვითონ როგორც დამკვეთი თანამდებობის პირების ვინაობა, ისე შემსრულებელი თანამდებობის პირების ვინაობა, უნდა გამოკვეთოს კონკრეტული დანაშაულებრივი მოქმედებები ამ თანამდებობის პირთა მხრიდან და საბოლოოდ, როდესაც დადგება პასუხისგებლობის საკითხი იმ ადამიანების, იმ ყოფილი თანამდებობის პირების, რომლებსაც ჰქონდათ აწყობილი ეს დანაშაულებრივი ჯაჭვი, უნდა უთხრან, რომ აგერ ჩვენ როგორც სახელმწიფო გთავაზობთ, აუნაზღაურეთ ამ ადამიანს ის ზარალი, რომელიც მან განიცადა თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის გამო
და ჩვენ სახელმწიფო დაგიდებთ თქვენ საპროცესოს და თქვენ ფაქტობრივად საშუალება გექნებათ რომ სასჯელი აღარ მოიხადოთ. აი ეს არის ყველაზე კლასიკური სქემა და სამართლიანი სქემა. ბიზნესმენმა პაატა კაჭარავამ წართმეული ქონების დასაბრუნებლად პროკურატურას უკვე მიმართა. რა მექანიზმით მოხდება მისთვის ზარალის ანაზღაურება ან ქონების უკან დაბრუნება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პრივატიზაცია ნაციონალურად, როგორ და რა სქემით ფინანსდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და როგორ ივსებოდა ბიუჯეტი. ბიზნესი, რომელიც იძულებული იყო ადეიშვილის პროკურატურის მითითებები შეესრულებინა. ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მოქმედებებზე გვიყვება, რომლითაც ღირებულების არ მქონე ობიექტში ასეულობით 1000 ლარის გადახდა აიძულეს და ისიც კრედიტით. $420,000 ვალერი შოშიაშვილზე საქართველოს ბანკმა რატომღაც უგირავნოდ გასცა. $2012 წლის 17 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში დანგრევის პირას მყოფი კულტურის სახლი, რომლის საერთო ფართი 1071 კვადრატული მეტრია, ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა 700,000 ლარად შეიძინა. იმავე წლის 18 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომლის საერთო ფართი 8516 კვადრატული მეტრია, ასევე 700,000 ლარად გაყიდა. გადავიხადე 700,000 ლარი. ვალერი შოშიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო. მას ყოფილი მართველი პარტიის ანგარიშზე 2008 წლის 9 იანვარს 100,000 ლარი, 2011 წლის 18 მაისს 100,000 ლარი და 2011 წლის 26 სექტემბერს ასევე 100,000 ლარი აქვს გადარიცხული. ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ ეს შემოწირულობები ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებმა იძულებით გააკეთებინეს. მე რაღაცა ფორმით უნდა დამეფინანსებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რა თქმა უნდა, მე ამაზე უარის თქმის არც საშუალება მქონდა და არც იმის ილუზია არ მქონდა, რომ მე ამას ვინმესთან გავაპროტესტებდი. 2012 წლიდან ვალერი შოშიაშვილთან ურთიერთობა ფინანსური პოლიციის ნაცვლად უკვე მთავარი პროკურატურის პროკურორმა ბექა ბასილაიამ გადაიბარა. გასული წლის 10 აპრილს მას ბასილაია მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც ბიზნესმენს მისი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა. მე ბექა ბასილაიამ დამიბარა და ავედი მის სამუშაო ოთახში, სადაც დავყავი დაახლოებით 11 საათი. ამ 11 საათის განმავლობაში მან კონკრეტულად უკვე ჩამოაყალიბა ის აზრი, რომ მან აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ, აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ჩემი ოჯახის წევრების შესახებ, ჩემი შვილების შესახებ და მიმითითა, რომ მე თუ არ გავაკეთებდი იმას, რაც იქნებოდა მის მხრიდან მოთხოვნილი, უკვე მოხდებოდა ჩემი ოჯახის წევრების დაკავება. ვალერი შოშიაშვილისა და პროკურატურის თანამშრომლების მორიგი შეხვედრა პროკურორ ზაზა მალუძის სამუშაო კაბინეტში შედგა, სადაც ბიზნესმენს მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების დათმობა მოსთხოვეს. მითხრა, რომ კონკრეტული პირისთვის უნდა გადამეფორმებინა საჩუქრად. მოგვიანებით ვალერი შოშიაშვილს ისევ დაუკავშირდა ბექა ბასილაია, რომელმაც ამჯერად 1 მილიონი ლარის გადახდა მოითხოვა. მილიონის გადახდის ფორმას და დროს მეტყოდა თვითონ. თანხის გადახდის ფორმა ვალერი შოშიაშვილმა 2012 წლის 17 მაისს შეიტყო. მან ბექა ბასილაიას დირექტივა SMS შეტყობინებით მიიღო. მე მომივიდა სატელეფონო შეტყობინება, სადაც იყო მითითებული, რომ უნდა მიმეღო ყვარელში აუქციონში მონაწილეობა. და იქ იყო კონკრეტულად ტელეფონის ნომერიც მითითებული, რომ მე ამ პიროვნებას უნდა დავკავშირებოდი და დამატებითი დეტალებისთვის ამ პიროვნებისთვის უნდა მიმემართა. სააუქციონო კომისიის მიერ დამტკიცებულ ოგმში მითითებულია, რომ აუქციონი 2012 წლის 17 მაისს 15 საათზე შედგა. მითითებების მიღების შემდეგ შოშიაშვილის ფინანსურმა მენეჯერმა აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელი ბეს თანხა 30,000 ლარი გადაიხადა. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობიდან ჩანს, რომ ეს ოპერაცია 16 საათსა და 17 წუთზე ჩატარდა. იურისტ გვანცა ცატავას აზრით, ამ დარღვევის გამო ვალერი შოშიაშვილს აუქციონში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. კანონში
კონკრეტულად მითითებული არის ორი საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც აუქციონის შედეგები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი. კონკრეტულად აი ბეს თანხის დაგვიანებით გადახდა არ არის მითითებული, თუმცა ეს სადაო უნდა გახდეს, რადგან წარმოადგენს აუქციონში მონაწილეობის წესის დარღვევას. ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ ეს აუქციონი საერთოდ არ გამართულა და ის ყვარელში საღამოს დაახლოებით 18 საათზე ჩავიდა, სადაც ბექა ბასილაიას მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს, ლიანა პეტროზაშვილს შეხვდა. აქ მითხრეს, რომ უკვე იყო დაგვიანებული, აუქციონი ჩემს გარეშე იყო უკვე ჩატარებული და მე აუქციონში გამარჯვებულად ვიყავი გამოცხადებული. მაგრამ მე არანაირი ოქმი და დოკუმენტი აქედან არ წამიღია, რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემ სამუშაო ადგილას ჩამომიტანეს თვითონ ყვარლის გამგეობის წევრმა. ლიანა პეტროზაშვილმა და აუქციონის ორგანიზატორი კომისიის სხვა წევრებმა ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადეს. თუმცა პირად საუბარში თქვეს, რომ აუქციონი წესების დასვით შედგა და 2012 წლის 17 მაისს 15 საათზე ვალერი შოშიაშვილი ყვარელში იმყოფებოდა. არა, უბრალოდ აუქციონი. კი, ჩატარდა, არ ჩატარდა? ძალიან გთხოვთ რა. მე სადაც საჭირო იყო, ხო გითხარით? მე გავაკეთე იქ გამოძიებას და ყველაფერი თქვი. არაფერი სათქმელი არ მაქვს, მიმდინარეობს გამოძიება რეგიონის ოფიციალური ცენტრი. ერთადერთი შეკითხვა მარტო, ჩატარდა თუ არა აუქციონი? კი. ვალერი შოშიაშვილი ნახეთ თუ არა? ნახე, აი ნახე. უცნაურად მოიქცა კომისიის წევრი ვახტანგ მეტრეველი. მან არ დაგვიდასტურა, რომ ვახტანგ მეტრეველი თავად იყო. თუ არ გაგვიდასტურა, კი ბატონო, არა. კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, გივი ხარებაშვილმა კი დაადასტურა, რომ აუქციონი 15 საათზე მართლაც არ გამართულა. მან განაცხადა, რომ აუქციონი მოგვიანებით შედგა და ვალერი შოშიაშვილი იქ იყო. თუმცა აუქციონში გამარჯვებული ბიზნესმენი ვერ იცნო. მე 5 საათ რომ ვიცოდი მოვიდა. აი ეს ხარით და. აი, თქვენ მიდასწრებთ იმას, რომ ეს ადამიანი არ გინახავთ. არა, იქ რო შემოვიდეთ თაფლები იქ ის და რა, ეს ზოგი შემოვიდეთ და დივათან ოქსაუკლე. დამოუკიდებელმა აუდიტორმა ლერი ტურაშვილმა გრემის კულტურის სახლი 2009 წელს 9322 ლარად შეაფასა. გადაფასების შემდეგ ფაქტიურად განახილდა მისი ღირებულება და 9322 ლარი ფაქტიურად იქ შენობა ნაგებობა იყო, მაგრამ მას ღირებული თითქმის არაფერი არ ჰქონდა. სოფელ გრემის კულტურის სახლი ყვარლის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე 2012 წლის 14 მარტსაც გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 8121 ლარი იყო. თუმცა მაშინ ობიექტის შეძენის ინტერესი არავინ გამოხატა და აუქციონი ჩავარდა. ასეთ შემთხვევაში მომდევნო აუქციონზე ქონების საწყისი ფასი უნდა განახევრებულიყო. თუმცა ყვარლის საკრებულომ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და შენობის საწყისი ფასი 100.000 ლარამდე გაზარდა. ამ თემაზე კომენტარი არც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძემ გააკეთა. კომენტარს არ ვაკეთებ. აი ეს რომ გამოძიება მიმდინარეობს და სანამ არ დასრულდება, მე კომენტარს არ გავაკეთებ. კომისიის წევრების განცხადებით აუქციონში ვალერი შოშიაშვილის გარდა არავინ მონაწილეობდა. ქონების საწყისი ფასი 100.000 ლარი იყო, ხოლო ბიჯი 5.000 ლარი. უკონკურენტოდ დარჩენილმა ბიზნესმენმა შენობა 7 ჯერ ძვირად 700.000 ლარად შეიძინა. არაღის მაგდენ დანგრეულში არ საერთოდ ხო არის, ბლოკი მას არ აქვს, სინკარი მას არ აქვს. ეს ვალერი შოშიაშვილის ერთ-ერთ კომპანიაზე, NK-მოლზე საქართველოს ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ხელშეკრულებაა. 2012 წლის 29 მაისს აღებული სესხით მან გრემის კულტურის სახლის საფასური გადაფარა. ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ ეს კრედიტი საქართველოს ბანკმა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე დაუმტკიცა. თანამშრომლები საქართველოს ბანკთან და ეს აღნიშნული ქონების საყიდელი თანხაც საქართველოს ბანკმა დამისვა სესხის სახით. დამატებითი უზრუნველყოფა არ გამიკეთებია. ვალერი შოშიაშვილის ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას კრედიტის გაცემისას საქართველოს ბანკის мотиваცია საეჭვოდ მიაჩნია.
უნებრივია ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია, ხო, ყველამ კარგად ვიცით, 420.000 კი არა, $4,000-ზე რომ მიმართავ დღეს საქართველოში ბანკში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ბანკს აქვს თავის სტანდარტები, თავის აკრედიტო კომიტეტი და თავისი ლიმიტი, ხო, შესაბამისად, ანუ ის რაც უზრუნველყოფაში შეიძლება ჩაიდოს. აქ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე $420,000 გაცემა და ეს არ არის პირველი და მეორე ფაქტი სამწუხაროდ, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სხვა ფაქტის მონაწილეც ვარ, თუმცა ძალიან ბევრი იძახის, რომ ბანკში ეს პრობლემა არის. რამდენად შესაძლებელია ჩვეულებრივ შემთხვევაში $420,000 კრედიტის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიღება? ამ კითხვით საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას მივმართეთ. წარმოიდგინეთ თქვენ აუდიტის დასკვნა, რომელიც შევიდოდა და ესეც ნახავდა, წარმოიდგინეთ მაკონტროლებელის, როდესაც რევიზიაზე შევიდოდნენ, იქ და ეს რევიზიები მუდმივად ტარდება, რა დასკვნას დადებდნენ ესეც-თან დაკავშირებით. არ ვიცი, ჩემთვის რთული სათქმელი არის თუ ესეთი ფაქტები არსებობდა, არ ვიცი, ალბათ მაშინ აქვს მას მორალურიც და იურიდიული უფლებას თქვას ის, რომ დაუშვათ ბანკი მას არასწორად მოექცა. საქართველოს ბანკის საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულია კრედიტის მიზნობრიობა. დოკუმენტში ყვარლის კულტურის სახლის საკადასტრო კოდიც არის დაფიქსირებული. ბანკმა $420,000 კრედიტი $9,322 ლარად შეფასებული ქონების შესაძენად გასცა. გასცა თუ არა ბანკმა კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე? ცნობილი იყო თუ არა ბანკისთვის, რომ ტრანში გრემის კულტურის სახლის შესაძენად გამოიყო? შეაფასა თუ არა ქონება ბანკის შემფასებელმა? რა სიხშირით გასცემს საქართველოს ბანკი $500,000 ლარზე მეტ კრედიტს უზრუნველყოფის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ბანკის საკრედიტო პოლიტიკაზე პროკურატურის თანამშრომელს წვდომა ჰქონოდა? ამ კითხვებით საქართველოს ბანკს მივმართეთ. ბანკმა მხოლოდ ერთ კითხვაზე დააფიქსირა ოფიციალური პასუხი. საქართველოს ბანკის საკრედიტო პოლიტიკაზე წვდომა არასოდეს არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება არავის გარდა ბანკის თანამშრომლებისა. ნათქვამია ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიღებულ წერილში. ვალერი შოშიაშვილის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი გმირი ბექა ბასილაია დღესაც პროკურატურაში მუშაობს. ჩვენ ინტერვიუს ჩაწერა მასთანაც გსურდა, თუმცა კითხვებს თავი პროკურორმაც აარიდა. ისეთ რაღაცას მეკითხებით, რაც ზოგადად სისხლის სამართლის საქმის თემა არის საიბო, ამის გახმაურებაზე ჩვენ მოწმეებით ვახერხებთ. თუ გაახმაურებენ, ამაზე არის დასჭირდება რა და ახლა ტელეფონზე ასეთი რა ვიცი, მომინიშნავ თქვენს ნომერს და შეგეხმარებით. ვალერი შოშიაშვილი მის საქმეში მონაწილე სხვა პირებსაც ასახელებს. მისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დღეს ეს ადამიანები საგამოძიებო სამსახურებში თანამდებობებს ინარჩუნებენ და მათ ისევ მიუწვდებათ ხელი იმ საქმეებზე, რომლებშიც შესაძლოა თავად არიან დამნაშავეები. ბექა ბასილაია, რომელიც მიგზავნიდა SMS, რომელმაც მაიძულა, რომ მე უნდა მეყიდა გრემის კულტურის სახლი, დღესდღეობით ის ისევ ვიღაცას კითხავს და არის სტრუქტურაში. მამუკა ლაშხია და მის ოთახში მგზომი ორი ქალბატონი, ნინო კახნიაშვილი და ეთერ სახოკია, რომლებიც წყვეტდნენ, რომ მე გრემის კულტურის სახლის შემდეგ, რომ ვიყიდე ეს ჩემ ფირმებში აუდიტის შემოწმება უნდა შემწყდარიყო, დღესაც მიბარებენ ისინი, დღესაც ამოწმებენ ჩემი ფირმის დოკუმენტებს და დღესაც კითხვებზე პასუხს სცემენ ისინი. ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ფიქრობს, რომ ვალერი შოშიაშვილის საქმე იმდენად კომპლექსურია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის სახელმწიფო მანქანის ბიზნესისადმი დამოკიდებულების ერთგვარ სურათს ქმნის. პრობლემა ცოტა სხვაგან და შორს მიდის რა, ვიდრე ის კონკრეტული შემსრულებელი თუ შემსრულებლები, რომლებიც არიან ან იყვნენ გამომძიებლები და პროკურორები. პრობლემა მიდის ძალიან მაღალ ეშელონებში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩემი აზრით გამოძიებისთვის საინტერესო და დასადგენი, თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ კონკრეტულად ეს პროკურორები და გამომძიებლები. ვალერი შოშიაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები მის მიერ დასახელებულ პირებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ. არჩევნების შემდეგ ბექა ბასილაია ვალერი შოშიაშვილს ისევ დაუკავშირდა და საპროცესო გარიგების გაფორმება შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ პროკურორ ბასილაიას ძველმა კომპანიონმა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მამუკა ლაშხიამ, შოშიაშვილის ერთ-ერთ კომპანიას შპს კახელები 2005-ს, არჩევნებიდან 3 თვეში 2012 წლის 28 დეკემბერს 995,812 ლარის დავალიანება და 1,206,259 ლარის საურავი დაარიცხა.
ეს სიმართლეა? დიახ, ეს სიმართლეა. ქრისტინა მესუკეს სად? ანუ ეს პროფესიონალური განათლება? არა, ეს კბილის პასტაა. და ის ნამდვილად ათეთრებს? ერთი ტონით ერთ კვირაში. ვაუ. ახალი კბილის პასტა Colgate Optic White, მაღალეფექტური მაპოლირებელი მიკროელემენტებით. ამის ნახვა მინდა. თავად ნახე, ყველაზე მოდური მიმართულებაა გათეთრებაში. მისი ღიმილი თვალის მომჭრელია. ბრწყინვალე. ახალი კბილის პასტა Colgate Optic White, ერთი ტონით კბილების გათეთრება ერთ კვირაში. უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს. ეს არის თემა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა. რამდენიმე დღეა განათლების მინისტრსა და გამომცემლებს შორის მედია დებატები გრძელდება. მინისტრმა გადაწყვეტილების სოციალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. საგამომცემლო ბიზნესმა კი მინისტრის ინიციატივა პოპულისტურად შეაფასა და საგამომცემლო სფეროს მოსალოდნელ განადგურებაზე ალაპარაკდა. ხელისუფლების ახალი პროექტი ძველმა მინისტრმაც დაიწუნა. თუმცა დიმიტრი შაშკინმა ჩვენთან განმარტების გაკეთება არ ისურვა. რა ხდებოდა და რა მოხდება რეალურად სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესში? ნახეთ ზურაბ კუკულაძის სიუჟეტი. მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო წიგნებს 650,000 მოსწავლე მიიღებს. საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე უფასო სასკოლო წიგნებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. უფასო სახელმძღვანელოები დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრილი ოჯახების მოსწავლეებს ურიგდებოდათ. სახელმწიფომ აიღო ის ვალდებულება, რომელიც აქვს თავის მოსახლეობის წინაშე, რომ უზრუნველყოს ბავშვები წიგნებით, არ დატანჯოს მათი მშობლები. განათლების სამინისტროს ამ ინიციატივას დაპირისპირება მოჰყვა. სკოლის ასაკის ბავშვების ოჯახების მიერ დადებითად შეფასებული პროექტი. იმ გამომცემლობებმა გააპროტესტეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სახელმძღვანელოების ბიზნესში იყვნენ ჩართული და სოლიდურ მოგებასაც იღებდნენ. მათთვის სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი და ამ პროექტის დაფინანსების პრინციპები მიუღებელი აღმოჩნდა. საჩუქრის მიცემა შეიძლება საკუთარი ქონების, საკუთარი ჯიბით, საკუთარი ქონების, მაგრამ როდესაც შენ ართმევ ამ ქონებას სხვას და აკეთებ იმიტაციას იმისას რომ აჩუქე შენ თვითონ, აი ამაშია მთელი ტრაგედია. პრობლემას ხედავ იმაში, რომ სამწუხაროდ სამინისტროს აქვს ზედაპირული წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ იქნება წიგნი, რა კომპონენტებისგან შედგება წიგნისთვის ღირებულება, რამდენად ხანგრძლივი პროცესია, როგორი ავტორებთან ურთიერთობა, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი სწავლების პროცესზე და ზოგადად სტრატეგიულ ჭრილში ამ პრობლემის წარმოსახვა და განხილვა ყველა მონაწილესთან ერთად არ ხდება. მინისტრ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მომავალი სასწავლო წლისთვის დაახლოებით 650,000 მოსწავლისთვის 4,200,000 სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, რაც განათლების სამინისტროს დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაუჯდება. 12 მილიონი ლარი, რომელიც არის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციის ხარჯზე მოძიება. განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით წინა წლებში სახელმძღვანელოებზე ფასის ზედაზღვარი 10 ლარით განისაზღვრა. გიორგი მარგველაშვილის გათვლებით ამ ფასის გათვალისწინებით სახელმძღვანელოების ბიზნესში ყოველწლიურად 50-დან 70 მილიონ ლარამდე შედიოდა. არალეგალური ბაზარიც ვიცით რომ იყო და ის ბევრად უფრო დიდ რიცხვებს გვაჩვენებს, სადღაც 70-80 მილიონი შესაძლოა იყოს, თუმცა მე ამაში კვალიფიციური არა ვარ, მაგრამ თუნდაც ლეგალური ბაზარი რომ გადავამრავლოთ 9 წელზე. სავარაუდოდ სადღაც 9 მილიარდ ლარამდე არის ლაპარაკი, რომ ფაქტიურად ჩემი ტერმინოლოგიით ექსპროპრირებული იყო მოსახლეობიდან. გიორგი მარგველაშვილის ბოლო ინიციატივამდე სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს მთლიანად გამომცემლები აკონტროლებდნენ. რეფორმის შემდეგ კი სასკოლო წიგნების მომზადებაზე პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფო იღებს. სამინისტრო პირდაპირ დაამყარებს კონტაქტს წიგნის ავტორებთან, გამომცემლობებთან, სტამბებთან და დისტრიბუტორებთან. ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელში გვიკავია ხალხის ფული. და სწორედ რომ ვაჭრობდით სტამბებთან, რომ მათ ნაკლები ფასში შეესრულებინათ ეს შეკვეთა. ვაჭრობდით, იმიტომ რომ ხალხის ფული გვიკავია და გვადარდებს, რომ დაგვიჯდეს, რაც შეიძლება უფრო ეკონომიურად დავხარჯოთ ეს ფული. ეს ზეწოლაა. ეს არის ნორმალური პროცესი, როდესაც შენ უფრთხილდები
ბიუჯეტს, რომელიც შენ მოგანდო ხალხმა. გამომცემლების მთავარი პრეტენზია გიორგი მარგველაშვილის მიმართ ის არის, რომ სამინისტრო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში საფასო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ სახელმძღვანელოების ფასის სამივე კომპონენტი სტამპის, გამომცემლის და დისტრიბუტორის მომსახურების ხარჯები ხელოვნურად იყო გაზრდილი. აქ ჩვენ ხო გქონდა სისტემა, როდესაც სახელმწიფო მაჩვენებას კი არ ყიდულობდა, სახელმწიფო იყო ბროკერი მათსა და მოსახლეობას შორის. და აძალებდა მოსახლეობას იმათი პროდუქცია ეყიდა. ასეთ რამე აღარ იქნება. სახელმწიფო შეუკვეთავს, იყიდით მათ პროდუქციას და უნებრივად აუნაზღაურებს. განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა სახელმძღვანელოების მთელი ტირაჟის საქართველოში ბეჭდას გულისხმობს. ეს არის კიდევ ერთხელ უპრეცედენტო შეკვეთა საქართველოს სასტამბო ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მანამდე ძირითადად შეიბეჭდებოდა ქვეყნის გარეთ ეს ყველაფერი, შესაბამისად ქვეყნის გარეთ გადიოდა ფული და სამუშაო ადგილები იქმნებოდა არასაკართულოში. ახლა ჩვენ ყველა სტამბას, ვისაც აქვს უნარი, ეს არ იქნება ერთი, შესაბამისად ჩავატარეთ ფასთან მოკვლევა და მათი შესაძლებლობების მოკვლევა და მათ მიეცემათ ეს შეკვეთა, ისინი გააძლიერებენ სასტამბო ბიზნესს საქართველოში, ისინი შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. 100%-ით საქართველოში დაიბეჭდება ეს წიგნები და შესაბამისად ფასი იქნება დაბალი. საშუალო ღირებულება რომ გითხრათ, დაახლოებით ჩვენ სტამბის ფასს გეუბნებით, დაახლოებით 2 ლარამდე დაждდება ერთი წიგნი. განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობაში პრობლემები ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა. მაშინ გამომცემლები იმაზე საუბრობდნენ, რომ მინისტრი შაშკინი და მისი მოადგილე კოკა სეფერტელაძე საგამომცემლო ბიზნესში მონოპოლიის შექმნას ცდილობდნენ და ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფებისთვის მსხვილი შეკვეთების მიცემას პირდაპირ მოითხოვდნენ. იყო რა თქმა უნდა პრობლემა და ეს პრობლემა იყო ის, რომ წინა განათლების მინისტრი და მისი მოადგილე უშუალო მითითებით და ძალდატანებით გამომცემლებს აიძულებდნენ, რომ წიგნები დაებეჭდათ მათ მიერ მითითებულ ერთ-ერთ სტამბაში, მაგრამ სინამდვილეში ეს წიგნები აქ არ იბეჭდებოდა და შემდეგ ის ამ წიგნების გატანა ხდებოდა საზღვარგარეთ და ეს წიგნები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ. თურქეთში იბეჭდებოდა. ჩვენ მქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროში და მათ გითხრეს, რომ ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას გამომცემლობებს, რომ დაბეჭდოთ თქვენ ეს სახელმწიფოები 24 საათის სტამბებში. ცხოვრება მაჩვენა, რომ რეკომენდაცია რო ქვია და გეუბნება ამას სამინისტროს წარმომადგენელი, ეს ჩემთვის რეკომენდაცია კი არ არის, ეს იყო ჩემთვის შესაძლებელი. გამომცემლობა ლოგოს პრესის დირექტორმა ლაშა ბერაიამ მეცხრე არხთან კომენტარზე უარი თქვა და დიმიტრი შაშკინის დროს შექმნილ პრობლემაზე დავით პაიჯაძის გადაცემად დიალოგში ისაუბრა. ბატონმა შაშკინმა მართალია პირდაპირ არ გამოიყენა ეს მუხლი, მაგრამ იერებად გამოიყენა გამომცემლებზე ზეწოლისთვის, იმიტომ რომ როდესაც შენს თავზე კიდია დამოკლეს მახვილი, შენ თან ხდები სხვა პირობებსაც. კერძოდ 2011 წელს მან დაიყოლია ადვილად გამომცემლები იმაზე, რომ მიეტანათ წიგნები შპს 24 საათი პრინტში დასაბეჭდად, ხოლო 2012 წელს უკვე ეს კომპანია გახდა არა მარტო ბეჭდავი წიგნების, ან ისეთი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ბეჭდას, არამედ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა დისტრიბუციას, გავრცელებას და რეალიზაციას ამ წიგნებისა მთელი საქართველოს მასშტაბით. შპს 24 საათი პრინტის ტექნიკური მენეჯერი ჯემალ ქარაზანაშვილი განმარტავს, რომ სასკოლო წიგნების ფასში ბეჭდის ღირებულება მხოლოდ 25% იყო. გამომცემლობა ინტელექტის ხელმძღვანელი კახმეგ კუდავაკი სულ სხვა ციფრს ასახელებს. ეს სახელმწიფო, რომელზეც მე ახლა საშუალო სახელმწიფოს ლაპარაკობთ, გინდათ მე გაჩვენოთ ახლა, არის დაახლოებით 400 გვერდიანი. ნებისმიერ სტამბას დაათვალებინეთ თქვენს. ნებისმიერ სტამბას. თუ ის 4 ლარზე ნაკლებად დაიბეჭდა, 3 ლარი იყოს. მაშინ როდესაც განათლების სამინისტრო ამას ლარი და 80 თეთრად დაბეჭდიდა. 40% ბეჭდაზე ნამდვილად არ წავიდოთ. არაფერ შეიძლება. დაახლოებით 25% ალბათ არ აცდება. იმ 10 ლარი ეძახი. ეს 2012 წლის 24 ივლისს განათლების სამინისტროსა და შპს 24 საათი პრინტს შორის გაფორმებული მემორანდუმია. მემორანდუმი ითვალისწინებს მსურველთათვის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების მიწოდებას. ამ დოკუმენტის თანახმად დიმიტრი შაშკინმა შპს 24 საათი პრინტს სასკოლო წიგნების დისტრიბუციის მონოპოლიური უფლებაც მიანიჭა. სწორედ ამის გამო სახელმძღვანელოების ფასში დისტრიბუციის ხარჯი 20%-მდე გაიზარდა.
წიგნს აწერია ფასი 10 ლარი. აქედან პირდაპირ 20%, ანუ 10 ლარის 20% ეს არის 2 ლარი მიქონდა დისტრიბუციას. საბუთები არსებობს ამაში. პროცენტულად ყველაზე მცირე ეს არის თუ შეიძლება ასე ითქვას 9 ლარიდან 1 ლარი რაღაც დაახლოებით 9%-დან 15%-მდე ეს გასაყიდი ღირებულებიდან. სასკოლო წიგნების ფასში კიდევ ერთი კომპონენტი ავტორების ანაზღაურებაა. გამომცემლების განცხადებით სახელმძღვანელოების ავტორებს ყოველი გაყიდული წიგნიდან 10%-ს უხდიან. თუმცა ამ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გამომცემლობებსა და ავტორებს მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდათ. არავით არის ბერკეტი, არავით არის საშუალება იმის იმართვად, რამდენი წიგნი გაყიდა იქ შემოსავალი, რამდენი შემოუვიდა, რა? თქვა 10 ლარი უნდა მოგწეს თუ 10,000, რა, ამას ვერ გაარკვევდი ვერაფრით. და იყო გამომცემლის კეთილსინდისიერებაზე, რამდენსაც უნდა იმდეს გადაგიხდა, თუ ვინმე სულ არ გადაგიხდიდა. მე მაგალითად ხარმენა დასახელებ ერთ-ერთ სახელმწიფოს ავტორი ვიყავი, ის რაც იყო მოლაპარაკებული, უნდა მოიცა ისიც არ მოუწი, არ გაიყიდაო თქვა. ნანა ღომღაძე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ავტორია. ის ამავდროულად 32 საჯარო სკოლის მასწავლებელიცაა. მისი განცხადებით სასკოლო წიგნების უფასოდ მიწოდება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია. გააჩნია რა ბიზნეს აკეთებ ხო, ცუდი სიტყვას აკეთებ, მაგრამ გააჩნია ამასაც ახლა ვის ხარზე დიდრდები, ჩვენ ძალიან გვიჭირს დღეს და ეს მე გამოსავლად მიმაჩნია და მეჩვენება. სასკოლო წიგნების ფასში ყველაზე მაღალი დაახლოებით 50%-იანი წილი გამომცემლობებზე მოდის, რომლებიც სახელმძღვანელოების მომზადების მთელ ციკლს აკონტროლებდნენ. 2011 წელს მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების თანამფლობელად გამოცხადდა. ხოლო გამომცემლობებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ჩაიდო პუნქტი, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო სახელმძღვანელოების განკარგვა ერთპიროვნულად შეეძლო. ეს განცხადება თავისთავად აბსურდულია, რომ მე რამეს ვინმე სწავართ, იმიტომ რომ რეალურად თავიდან ბოლომდე დავიცავი კონტრაქტის პუნქტები. შეუძლებელია დაიცვა კონტრაქტი და ამოვიდოს რაღაცა წაართვა. შეუძლებელია ერთდროულად ვერ მოახერხებ ამას. მე რო კონტრაქტი არ დამეცვა, მაშინ შეიძლება საუბარი იმის თაობაზე ვიღაცას რაღაცა წაართვა. უფასო სახელმძღვანელოების პროექტი 650,000 მოსწავლისთვის სულ 12 მილიონი ლარი დაჯდება. განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან თითქმის იგივე ოდენობის თანხა 10 მილიონი ლარი დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის სასკოლო წიგნების ჩუქების პროექტში იხარჯებოდა. რანაირად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ის რაც ჩვენ გვიჯდება 18, მათ დაუჭდათ 40%. ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო მოხელე უფრო კვალიფიციური ბიზნესმენია და უფრო კვალიფიციური შეკვეთას იძლევა. წინა წლებში ქართულ ბაზარზე 4 მილიონზე მეტი სახელმძღვანელო იყიდებოდა, რისი საერთო ფასი 45-50 მილიონ ლარს აღწევდა. ამ თანხას მშობლები იხდიდნენ. მომავალი სასწავლო წლიდან კი თითოეული მოსწავლის ოჯახი სახელმძღვანელოების უფასოდ მიღებით 200-დან 300 ლარამდე დაზოგავს. ასეთი გახდათ კვირა გრიფის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას, ისევ 21 საათზე მე 9-ზე შევხვდებით.